მოგესალმებით. განვიხილოთ იდიომებს ინგლისურად. ინგლისურში, რა თქმა უნდა, არც თუ ისე იშვიათად გვხვდება ხოლმე იდიომები, როგორც ქართულში, ასევე ინგლისურში. ძირითადად გამოგადგება twins ილყოფებით ამერიკაში და ყოველდღიურად გაგვთ შეხება ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ადამიანებთან. და თვითონ იდიომა რას ნიშნავს? ანუ იდიომა ალბათ უმრავლესობამ ვიცით, რომ არის სიტყვათა ერთობლიობა და ამ სიტყვების წინადადებაში რაც სიტყვებით გვაქვს მოცემული, ერთობლიობა რა მნიშვნელობასაც გვაძლევს, ეს მნიშვნელობა უნდა გავიგოთ გადატანით. ანუ სრულიად სხვა რაღაცა არის ხოლმე, სხვა რაღაცას ნიშნავს იმ სიტყვათა ერთობლიობა, რაც წინადადებაში გვაქვს მოცემული, რასაც პირდაპირ გვეუბნება წინადადება. რომ გადავიდეთ თვითონ პირველ იდიომაზე, ეს არის a piece of cake. A piece of cake. ნახეთ, a piece არის ნაჭერი, ერთი ნაჭერი of cake. ნამცხვრის ან ტორტის. ანუ ნამცხვრის ნაჭერი. და წინადადებაში შეიძლება ესე შევხვდეს ხოლმე. მაგალითად, this homework is a piece of cake. This homework. ანუ ეს დავალება არის ნამცხვრის ნაჭერი. ანუ ეს საშინაო დავალება არის ძალიან მარტივი. ანუ რაღაც ძალიან მარტივი გასაკეთებლად არის a piece of cake. This homework is a piece of cake. შემდეგი იდიომა არის break the ice. Break the ice. ნახეთ, break არის გატეხვა რაღაცის, გაფუჭება, break the ice, ანუ ყინული გატეხო. და მაგალითი რო განვიხილოთ, she told a joke to break the ice at the meeting. She told a joke. მან თქვა ხუმრობა, მან იხუმრა at the meeting შეხვედრაზე to break the ice. To break the ice, ანუ საუბარი დაიწყო. რის შემდეგადაც ადამიანები თავს უფრო კომფორტულად გრძნობდნენ და ანუ ეს უხერხული შეგრძნება უკვე აღარ იყო. ანუ break the ice ნიშნავს, რომ რაღაცა საუბარი წამოიწყო, რაღაცა პირველმა გააკეთო და რის შემდეგაც ეს უხერხული შეგრძნება იკარგება. ანუ ეს გულისხმობს, რომ დაძაბულობა განიმხვდება სიტუაციაში. შემდეგი იდიომა არის under the weather. Under the weather არის როდესაც შეუძლოდ ან სუდად ხარ. მაგალითად, I am feeling under the weather today. I am feeling under the weather. ნახეთ, under არის რაღაცის ქვეშ. The weather არის ამინდი. ამინდის ქვეშ გამოდის თარგმანი პირდაპირ, თუმცა ვინაიდან იდიომა არის, პირდაპირ არ უნდა გავიგოთ და უნდა გადავიტანოთ, ასე ვთქვათ, მეტაფორულად უნდა გავიგოთ. I am feeling under the weather. ანუ დღეს შეუძლოდ გრძნობ თავს. შემდეგი არის hit the books. Hit the books. ნახეთ, hit the books. ანუ hit არის დარტყმა. წიგნებზე დარტყმა, ასე რომ ვთქვათ, უხეშად. ეს არის გაძლიერებული სწავლის დაწყება. Hit the books არის რაღაცი, როცა ინდომებდი, თუმცა იმაზე მეტად ინდომებ, გაძლიერებულად სწავლობ, მაგალითად. I need to hit the books tonight for my test. I need არის მე მჭირდება, მე უნდა გავაკეთო რაღაცა. I need to, ანუ მე უნდა hit the books, გავაძლიერო სწავლა tonight ამაღამ for my test, ჩემი ტესტისთვის. ანუ ამაღამ ჩემი სწავლა უნდა გავაძლიერო ტესტისთვის. ალბათ იმედი მაქვს რომ მივხვდით. შემდეგ არის ყველაზე ხშირად რაც გვესმის ხოლმე ალბათ, ეს არის time flies. Time flies არის დრო დაფრინავს. დრო დაფრინავს პირდაპირ ესე გადმოითარგმნება. ორივე სიტყვა სწორად გადმოდის, თუმცა სხვანაირადაც შეიძლება გავიგოთ, მაგალითად დრო ძალიან ჩქარა გადის, დრო დაფრინავს, ასე რომ ვთქვათ. მაგალითად განვიხილოთ, time flies when you are having fun. Time flies, ანუ დრო ძალიან სწრაფად გადის, როცა სასიამოვნო დატარებ დროს, ან როცა მხიარულობ. When, ანუ როცა, you are, შენ ხარ having, ანუ როცა გაქვს, როცა გრძნობ მხიარულობას. Fun არის რაღაცა სიმხიარულე. შემდეგი არის a couch potato. A couch potato. Couch არის დივანი.
potato არის კარტოფილი. და ეს ითქმის ხოლმე იმ ადამიანზე, რომელიც ტელევიზორთან ატარებს ხოლმე მთელი დღის და დროის დიდ ნაწილს და არ აქტიურობს მთელი დღის განმავლობაში. მაგალითად, my brother, ჩემი ძმა, is such a couch potato on weekends. ანუ ჩემი ძმა შაბათ-კვირას, weekends არის შაბათ-კვირა, ტელევიზორთან მიჯაჭვულია, ასე რომ ვთქვათ, my brother is such a couch potato on weekends. ჩემი ძმა შაბათ-კვირას არის ტელევიზორთან მიჯაჭვული და ტელევიზორთან ატარებს მისი დროის დიდ ნაწილს. შემდეგი არის speak of the devil. Speak of the devil. ნახეთ, ასე ვთქვათ, ეშმაკის ლაპარაკი, ანუ ილაპარაკე ეშმაკზე, ასე რომ ვთქვათ. ეს რას ნიშნავს, ახლავე აღიხსნით. როდესაც ადამიანზე ვლაპარაკობთ და ის უცებ გამოჩნდება, ან დაგვირეკავს, ან ფიქრობთ და ის დაგვირეკავს და ასე შემდეგ. Speak of the devil. Here comes John. მაგალითად. ნახეთ, speak of the devil. Here comes John. აი ჯონი მოდის. ანუ ამ დროს ჯონზე ლაპარაკობდა და ჯონი ამ დროს გამოჩნდა. იმედი მაქვს მივხვდით, რასაც ვამბობთ. შემდეგი არის break a leg. Break a leg არის კარგი მნიშვნელობა. მაგალითად break a leg არის წარმატება. ანუ წარმატებას როდესაც უსურვებთ ადამიანს, მაშინ ხმარობთ ხოლმე და მაგალითში განვიხილოთ you will do great in the play. You will do great in the play. Break a leg. ნახეთ, break a leg არის ფეხის მოტეხვა, მოიტეხე ფეხი, ასე პირდაპირ ითარგმნება. თუმცა კარგს ნიშნავს break a leg, ანუ წარმატებას გისურვებ, ანუ good luck-ის, ასე ვთქვათ, სინონიმია. შენ კარგად you will do great არის შენ კარგად წარმართავ, ასე ვთქვათ, სპექტაკლს. სპექტაკლში შესანიშნავად ითამაშებ. ასე ეუბნება და break a leg. შემდეგ break a leg, ანუ წარმატებებს გისურვებო. შემდეგი არის let the cat out of the bag. Let the cat არის დართე კატას ამოვიდეს, ან დართე კატას ნება ამოვიდეს პარკიდან, ჩანთიდან. და ეს არის, როდესაც საიდუმლო შემთხვევით წამოგწდება. ითად, he let the cat out of the bag about the surprise party. He let ნახეთ, მან კატა ამოუშვა ჩანთიდან, გამოიყვანა ჩანთიდან სიურპრიზის შესახებ, სიურპრიზის წողნობა, რომელიც იყო სიურპრიზი, ეს საიდუმლო შემთხვევით გასცა. ანუ he let the cat out of the bag about the surprise party. მან შემთხვევით საიდუმლო გასცა წողნების შესახებ. ანუ ასე ვთქვათ, წამოსცდა. შემდეგი და ჩვენთვის დღეისთვის ბოლო იდიომა არის cost an arm and a leg. Cost an arm and a leg. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ რაღაც ღირს ხელისა და ფეხის ფასი. ეს ნიშნავს, რომ რაღაც არის ძალიან ძვირი. ანუ თირკმლის ფასიო, ჩვენ რო ვეძახით ხოლმე დაახლოებით იგივე. ეს არის რაღაც ძალიან ძვირი. მაგალითად, that new phone costs an arm and a leg. ეს ახალი ტელეფონი ძალიან ძვირი ღირს. Cost an arm and a leg. არის რაღაც ძალიან ძვირი ღირს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, costs an arm and a leg. ან მაგალითად, that new car ხომ არის მანქანა. That new car costs an arm and a leg. ეს ახალი მანქანა ძალიან ძვირი ღირს. სულ ეს იყო დღეისთვის ჩვენი იდიომები. იმედი მაქვს, რომ გამოგადგებათ ყოველდღიურ საუბარში. მადლობა, რომ გვიყურეთ. არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება და შემდეგ გაკვეთილამდე. ნახვამდის.